იწყება 12, 13, 14, 15 ივნისი. რეგიონული განვითარების ფონდი აწყობს სასკოლო თეატრალურ ფესტივალს, სადაც 10 პარტნიორი სკოლის სხვადასხვა სოფლის სკოლები იქნებიან წარმოდგენილები ამ ფესტივალში. ჩვენი პარტნიორი სკოლები არიან და მოკლედ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. ასევე მონაწილეობს ზესტაფონის საჯარო სკოლებიც ამ ფესტივალში, ორი ზესტაფონის საჯარო სკოლის ესე ვთქვათ დასი გვყავს და რა ვიცი, ნახოთ, ყველაფერი კარგად იქნება წესით. ჩვენ მუშაობთ იმერეთში და განსაკუთრებით ზესტაფონში დავიწყეთ მუშაობა 2006 წელს. მაშინ ჩვენ ერთი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ქვია მაკ ჯორჯია და მისი ძირითადი მიმართულება იყო ინკლუზიური განათლება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შემოვიარეთ ზესტაფონის რაიონის აბსოლუტურად ყველა სოფელი, ხდებოდით ოჯახებში იმ ბავშვებს და მათ მშობლებს, ვისაც ჰქონდა განსაკუთრებული საჭიროებები. აი ამ პროცესში ჩვენ შემოვიარეთ ასევე და მოვინახულეთ ყველა სკოლა, რომელიც იყო ზესტაფონის რაიონში. შემდეგ ჩვენ გავაგზავნეთ სამუშაო სხვა რაიონებში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლებში მუშაობა ბავშვებისთვის პირობების შექმნა მათი განათლებისა და პიროვნული განვითარების გაშიწყობის მიზნით. აი ამ საფუძველზე შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე ჩვენი მეორე ორგანიზაცია, რომელიც მიზანია ბავშვებთან მუშაობა და აი ეს დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ზუსტად არის ასეთი ერთგვარი შეჯამება ყოველწლიური მუშაობის. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ თეატრალურ ფესტივალებს, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობის დროს ჩვენ გვაქვს 10 სკოლა გვაქვს ამჟამად იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლში და ბავშვები, რომლებსაც ჩვენ მუშაობთ წლის განმავლობაში, ამზადებენ სპექტაკლებს. მეოთხე წელია უკვე მაგ ჯორჯიასთან თანამშრომლობ. რას აძლევს და ძალიან დიდ რამეს აძლევს ახალგაზრდებს, იმიტომ რომ განათლება შედის, კულტურა შედის ბავშვებში, მენტალურად იზრდებიან. მედია წიგნიერება აქვს ასევე მაგ ჯორჯიას, ბანაკები არის, სადაც უკვე ბავშვები მე ერთად მეგობრდებიან ამ სხვადასხვა რეგიონის ბავშვები. თეატრალური კუთხით ჩვენ ვართ და ვითარდება დრამატურგიას სწავლობენ, ქართულ ლიტერატურას სწავლობენ, პოეზიას, ლიტერატურავი ყველაფერს ერთად და ვითარდება ახალგაზრდა თაობა და თეატრს აყვარებენ და წიგნს აყვარებენ და ამაზე მეტი კარგი რა უნდა იყოს, როდესაც ჩართული არიან ასეთ პროცესებში. მაგ ჯორჯია უკვე მეხუთე წელიწადია მუშაობს უკვე ამ პროექტზე და საქართველოში ძალიან კარგი წარმატებითაც სარგებლობს ახალგაზრდებშიც. მე ახლა ვაკვირდები ამ პროცესებს და ძალიან ბევრ სკოლებში მომიწია ხოლმე მუშაობა ბავშვებთან, პედაგოგებთან, ურთიერთობები და ასე შემდეგ და კარგი აქტივობები არის. განვითარება ხდება ყოველწლიურად რა ამ ყველაფრის და ეხა სულ ახალი ბავშვები არიან და ნახოთ ეხა ამ ფესტივალზე ძალიან თბილი წყნარი ფესტივალი ჩატარდება. მომავალ წელს უკვე უფრო ცოტა იქნება მომზადებაც, უკვე ბავშვებიც გაიგებენ რა არის მე თეატრალური კუთხით ვიძახი ამ ყველაფერს და ამის შემდეგ უფრო ნახავთ მომავალ წელს უფრო საინტერესო იქნება. ხვალ იქნება ჩემი სპექტაკლები ორ სკოლაში ვარ, სოფელ საჯარო კვალიტის საჯარო სკოლაში ვარ და სვირის საჯარო სკოლაში. სვირის ბავშვები წარმოადგენენ დავით კლდიაშვილის, სამონიშვილის დედინაცვალს და კვალიტის სკოლა წარმოადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მუსუს. ველოდებით ხვალინდელ დღეს. Yachi,